მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმისთვის რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი იმისთვის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო დიდი ხანი არ გამიკეთებია გაშლა რა იყო რა არის და რა იქნება როგორც წინა ვიდეოში ვთქვი იქნება აქციები აღდგომასთან დაკავშირებით ძალიან ბევრმა ადამიანმა ითხოვა რომ პირად გაშლასთან დაკავშირებით აქციები იყო თუ არა, ასე რომ იქნება აქცია აუცილებლად და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფასდაკლებ და ნომერს აუცილებლად მივუწევთ ვიდეოს ქვემოთ. ახლა კი ნახოთ, როგორც ტრადიციულად გიპოვეთ თქვენ და თქვენს პარტნიორს, ნახოთ რა ხდება, რა ენერგიებში ხართ. და მე უკვე რა იყო, რა არის და რა იქნება. აი, ცოტ ხართ, თქვენ ხართ, არც პარტნიორი ჩანს. რა ძალიან ბევრი მომენტები გაქვთ, მე მგონი უერთმანეთოდ გავლილი. აი, თქვენს მოხვედით, ვიშ. თქვენს ენერგიები და თქვენი პარტნიორის სადარება ნახოთ. თქვენს პარტნიორის შორის ცოტა იყოს და ბევრი სიტუაციები არის და აი ისიც მოვიდა. ესეც მოვიდა. გადარჩა. მოკლედ, ნახეთ, დავიწყოთ ახლა. პირველი თქვენი ენერგიები, თქვენ ესე ვიტყოდი რაღაცა ცოტა ისეთ არც ვინ ყავთ ესეთი გვერდზე, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს თქვენი ენერგიების წართმევას, თქვენი ენერგიების მოპარვას. თქვენს გარშემო არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ძალიან ცრუ ინფორმაციები მოჰქონდეს თქვენთან და თქვენ დაყრდნობით რაღაცა სხვა კუთხით გადადიოდეთ მე ხო რაღაცა მიხვალთ დასკვნამდე თვლით რომ ნუ ეს სწორია, მაგრამ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გეტყვით რაღაცა საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიძლება ესე ითქვას, რომ ნუ ბევრს ყოველ შემთხვევაში არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი წინსვლა, თქვენი წარმატება, თქვენი მატერიალური მდგომარეობა, თქვენი სულიერი მდგომარეობა ძალიან აშფოთებს და ძალიან არ მოსწონთ და შურთ, ხო, ესე რომ ვთქვათ. თქვენ გაქვთ რაღაცა ცოტა ნახეთ, როგორ ვიტყოდი, მდგომარეობა, რომელიც ვთქვათ, დაასრულეთ, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ხართ გამოსული. შეიძლება იცით რა მომენტი იყოს, რომ აი ეს ის მომენტიც იყოს, რომ იყოთ იმ პერიოდის მდგომარეობაში ახლა რაღაც მომენტში რომ აანალიზებდეთ, რომ რატო იქცევენ ადამიანები ესე ჩემს მიმართ, ხო, რატო იტყუებიან, რატო ცდილობენ რაღაცის მოპარვას, ხო, ენერგეტიკულად, რატო ცდილობენ რაღაცა შეცდომაში შეგიყვანონ. რაღაცა ცოტა გაანალიზების მდგომარეობაში ხართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, თქვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გაფაციცებით უყურებდეს, როდის წაიქცევით, როდის შეცდებით, როდის აღმოჩნდებით, თქვათ ისევ იმ რთულ პერიოდში, რომელიც უკვე გაიარეთ, რომელიც უკვე გამოიარეთ. მაგრამ მეორე მომენტში კიდე როგორი ენერგიები მოდის ისი თქვენთან მიმართებაში, რომ რატომღაც თითქოს გიჩნდებათ შიგადაშიგ ისეთი განცდა, რომ ისევ წარსულში ხوار ბრუნდებით, ისევ წარსულის ტკივილებს ხომ არ მიიღებთ, ისევ წარსულის მდგომარეობას ხوار განიცდით, ხო, რაღაცა ესეთი მომენტი. რაც შეეხება პარტნიორს, პარტნიორი იმყოფება და არის თავის ოჯახურ ენერგიებში, სადაც პირდაპირ კუთხით ყველა ცდილობს როგორ გაცინცლოს ამ ადამიანს რაღაცა მდგომარეობა, რაღაცა მისი სიტუაციები. ამ ადამიანს შეიძლება ითქვას, ნახეთ, თქვენ თუ გარშემო მყავთ ესეთი ადამიანები და საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ ჩაიხსნათ. ამ ადამიანს ძალიან ახლოს საყავთ. შეიძლება ვიცით რა იყოს ეს რაღაცა ისეთი მომენტი, როდესაც არიან ძალიან ახლო მეგობრები, თქვენ თქვათ უკვე იცით ამ სიტუაციის მდგომარეობა და ის მეგობრებიც უკვე თავთავის ადგილზე ყავთ, მაგრამ ამ ადამიანს აი რომ იტყვიან ჯიბეში ყავს ყველა ის თაგვი, ვინც ცდილობს მის ცხოვრების
რაღაცა ესეთი ენერგეტიკულ მოპარვას. ხო, ამ ეტაპზე ორივეც სხვადასხვა მხარეს იყურებით, რატომღაც თითქოს რაღაცა იცით როგორი მომენტია, მე ესე უფრო ვიტყოდი, რომ სხვადასხვა მიმართულებით იყურებით, მაგრამ ორივე გაანალიზების მდგომარეობაში იმყოფებით, რატომღაც ორივე წარსულის მდგომარეობას და დღევანდელ მდგომარეობას ძალიან ისე აკავშირებთ თითქოს ერთმანეთთან, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი არის, აი ნახავთ რა ხდება თქვენ შორის, ყოველ შემთხვევაში მივალთ მანქანით, მაგრამ აქ ესეთი შეგრძნება და ინფორმაცია მოდის, რომ აქ უბრალოდ თქვენს ცხოვრებას აანალიზებთ, ის თავის ცხოვრებას აანალიზებს, მას აქვს შიშების მომენტი. შეიძლება თქვათ, ხა ყველასთან ვერ იქნება ის მომენტი, რომ დაოჯახებული მამაკაცი იყოს, ხო? ну შეიძლება ვიღაცისთვის დაოჯახებული იყოს და იქ სადაც არის იმ ოჯახში არიან ისეთი ადამიანი, ну უკვე თქვენსკენ რო იხედება თუ დაოჯახებულია, უკვე ნიშნავს იმას, რომ იქ აღარ არის ის ურთიერთობა, რომელიც უნდა იყოს და ადამიანი სადღაც სხვაგან რაღაცას ეძებს, მაგრამ აუცილებელი არ არის, ხო, ყველა არ არის დაოჯახებული, მაშინ ეს არის ის მომენტი, სადაც ადამიანი უბრალოდ რაღაცნაირად ცდილობს, რომ სტაბილურობა ქონდეს, მაგრამ აი ის სტაბილურობა ცოტა რთულად მისაღწევი არის, ხო, აი თუნდაც მას აქვს შიშები თქვენთან ურთიერთობის შეიძლება გამჟღავნებისაც, ხო, რაღაცა ეს მომენტიც შეიძლება იყოს. ნახოთ, აბა დაგტოვებთ თქვენ და თქვენს პარტნიორს რაღაცე და შევხედოთ, ნახოთ რა იყო, რა არის და რა იქნება. ну ენერგიები ცოტა ესეთი რაღაცა უცნაურია. ნახოთ. რა იყო? რა არის? და რა იქნება? არ ვიცი, ესე იგი, რა იყო? დავიწყებ იქიდან, რა იყოს? ესე ვიტყოდი, რომ ორივე ცხოვრებაში ძალიან მართლაც რომ ბევრი ესეთი არაკეთილი სურველი ადამიანი იყო, რომლებმაც თქვათ შეიტანეს თქვენსა და მის ცხოვრებაშიც ძალიან დიდი წვლილი, ხო? იყო დაპაუზება ორივეს ენერგიებში, გაჩერებული მდგომარეობა, სადაც თითქოს არაფერი და ვერავინ ვერ აღწევდა თქვენს სულებში, ხო, რაღაც ესეთ მომენტი რა იყო, თითქოს აი აქ ესე ვიტყო, თქვენი ურთიერთობა დაიწყო მეგობრობით და ეს ურთიერთობა საკმაოდ კარმული ურთიერთობაც არის და დაიწყო როგორი მომენტით, იცით, აი მეგობრობა, რომელმაც დაგანახათ ორივეს გაჩერება, ორივეს დათმობა, ორივეს რაღაცა ისეთი განცდები, რომელიც მიხვდით, რომ ხელოვნურად შექმნილი იყო, ხო, აი რაღაცა საკუთარ თავში ჩაგახედათ, საკუთარ თავში ჩაახედეთ, ხო, აი რაღაცა თქვენ შორის რაღაცა განახლების დაწყება, ოღონდ ნახეთ ეს განახლება იყო ესეთი, აი რაღაცა პატარა მარცვალი, რომელიც თქვათ რაღაცა პატარა, ასე ვთქვათ, ქოთანში ჩავდგეთ, ხო, იმისთვის, რომ გვენახა რამდენად, თქვათ, რა ფერის ყვავილი ექნებოდა, ან საერთოდ გაამართლებდა თუ არა ეს ყველაფერი ფიზიკურად, რომ გაღუდებოდა თუ არა ეს, ხო, ეს რაღაცა ეს მომენტი. აი თქვენს შორის რა იყო მეგობრობა ყველაზე მეტად, რაც იყო, ეს არის რაღაცა ერთმანეთის მიმართ
ნდობის ფაქტორი, რომელმაც ზუსტად აი ეს ნდობა ერთმანეთში გამოიწვია ის დანახვა იმ სიტუაციების, რომელიც ორივე ცხოვრებაში იყო, ხო, იგივე ის გაჩერებული მდგომარეობა, სადაც არავინ არაფერს არ აკეთებდა და ერთ ადგილას გაყინული იყო და ის ადამიანების და ის მდგომარეობების დაგანახათ, ვინც თქვა თქვენს ენერგიას იპარავდნენ, ხო, ამ დროს რეალურად თქვა შეიძლება თქვენ ძალიან კარგი მეგობრები იყავით ვიღაცებთან, მაგრამ აი ამ ურთიერთობამ დაგანახათ, რომ თურმე აი რა არის ნამდვილი მეგობრობა და რა არის ნამდვილად ურთიერთობა. თუნდაც პარტნიორულ მდგომარეობაში, პარტნიორულ ურთიერთობაში დაგანახათ ის მომენტი, რომ რა არის ერთმანეთზე ზრუნვის მდგომარეობა, ხო? აი რაღაცა თვალებს რო დახუჭავ და ზუსტად იცი რომ უკარო გადავარდე, დაგიჭერს ხო ადამიანი, რომელიც შენს გვერდით არის. რაღაცა ეს მომენტი გაჩნდა. რა არის დღეს? დღესდღეობით არის რაღაც მომენტში შიშები, მაგრამ თითქოს აქ როგორი მომენტია იცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს შეიძლება თქვენს ურთიერთობაში შეიტანოს რაღაცა გაურკვევლობები. ყოველ შემთხვევაში აქ როგორი მომენტია იცით, რომ მე ვერ ვიტყვი, კი არის აქ შიშის მდგომარეობა რაღაცა მომენტში, მაგრამ აქ ორივე ცდილობთ, რომ რაღაცა გასაღები იპოვოთ, უბრალოდ გასაღები იპოვოთ იმის, რომ გაასუფთავოთ იმ ესეთი მელაკუდა ადამიანებისაგან თქვენი ცხოვრება და საბოლოო ჯამში აი ესეთი თქვენ დააშტამპოთ, ხო, ეს ადამიანები იქნებიან, სიტუაცია იქნება თუ რაც იქნება. თქვენ ცდილობთ ორივე რამენაირად ყველა მხრივ შეძლოთ და ერთობლივად იპოვოთ ის მდგომარეობა და ის გასაღები, რომელიც ჩამოგაშორებთ, მოგაშორებთ იმ თაგვებს, იმ მელიებს, იმ მდგომარეობებს, ხო, მაინდა-მაინც ხო ადამიანები არ არის, ხო, ადამიანების გარდა სიტუაციებიც იყოს რაღაცა თქვათ, რომელიც ცოტა ხელს გვიშლის წინსვლაში და რაღაცნაირად თითქოს ცდილობთ ორივე, რომ საბოლოო ჯამში წარსულს ჩააბაროთ ყველაფერი, რაც თქვენ გიშლიდათ ხელს და რაც თქვენთვის სანამ ამ ადამიანთან ურთიერთობას დაიწყებდით, იყო ხელი შემშლელი ფაქტორები. რაც შეეხება რა იქნება მომავალში, აქ ძალიან კარგი ინფორმაცია არის, იმიტომ რომ აქ იქნება განახლება, აქ იქნება ერთად შრომა, აქ იქნება ერთად გაზრდა. აქ ბევრისთვის შეიძლება გათამაშდეს ოჯახური მდგომარეობაც, ხო, ის მდგომარეობა, სადაც რაღაცა თანაცხოვრება ერთ სახლში, ხო, რაღაცა თანაცხოვრება და ერთად პატარა რაღაცა გეგმების დასახვა, ხო, აქ იქნება რაღაცნაირი ბედნიერება. საწყის მდგომარეობა სიხარულის, ხო, რაღაც ერთობლივად გაზრდა თქვენი აზრების, თქვენი შეხედულებების, თქვენი ოცნებების, ხო, რაღაც ერთმანეთთან ერთმანეთის გათვალისწინებით და ერთმანეთის აზრების გადაცემა და გაცვლით, ხო? და ყველაზე მთავარი რაც არის, აქ ესე ვიტყოდი, რომ რა იქნება აქ ძალიან დიდ როლს ასრულებენ თქვენი წინაპრები, ხო? აი რაღაცნაირად კარმულად ხართ თქვენ აქ ადამიანთან შეხვედრილი, თითქოს აქ რაღაცა მომენტში ეს არის წინაპრების მიერ გამოგზავნილი ურთიერთობა, სადაც ალბათ თქვენამდეც მოვა ის მდგომარეობა, აი რაღაც ინფორმაციებს გაგიხსნით და მიხვდებით, რომ ნამდვილად ეს ის მდგომარეობა არის, ეს ის სიტუაცია არის და ეს ის ურთიერთობა არის, რომელიც რეალურად კონკრეტულად თქვენთვის არის და კონკრეტულად მისთვის არის, ხო? საკმაოდ კარგი მომავალი ჩანს, საკმაოდ კარგი და ესეთი მშვიდი, გაწონასწორებული, გაანალიზებული მომავალი ჩანს. მართალია, რომ დღესდღეობით გაქვთ რაღაცა პრობლემები, გაქვთ რაღაცნაირად შეიძლება კამათით, შეიძლება რაღაცა გაურკვევლობებიც, მაგრამ აქ ის მომენტია, როდესაც აი ამ გაურკვევლობებს ერთად ახერხებთ, რომ გამოძროთ, ხო, ერთად ახერხებთ, რომ რაღაცა იპოვოთ გასაღები, ხო, აქ რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, ეს არის რა იყო, რა არის, რა იქნება გაშლა, სადაც არსებული ურთიერთობა არის ხშირია ხოლმე, რომ წასული ურთიერთობების მდგომარეობა, მაგრამ აქ არსებული ურთიერთობა რა ძალიან სასიამოვნო არის. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, ეს რუბრიკა, როგორც ესეთი მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, მალე დაგესრულებინოთ ის პრობლემები, რაც არის თქვენს ურთიერთობაში და
როგორც სამყარო ამბობს და თქვენი წინაპრები მალე ქონოდათ ის სიმშვიდე, სიმყარე და ბედნიერი ურთიერთობები, რომელიც ორივესთვის მნიშვნელოვანია. წარმატებები თითოეულ თქვენთან გასწრავებით.